უბნებს შორის საფეხბურთო ტურნირი ახალდაბაში 14 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა. ფოთოლეთის მამათა მონასტრის სახელობის გარდამავალი თასის მოსაპოვებლად წელს 5 საფეხბურთო გუნდი იბრძოლებს. ახალდაბის უბნებს შორის პირველობა ფეხბურთში ტრადიციად დამკვიდრდა. აღნიშნული ტურნირი უკვე მეოთხე წელია ტარდება. ტურნირის დამფუძნებელი ადგილობრივი ქველმოქმედი ზაზა ბლიაძია. 4 წლის უკან გაიხსნა ეს ტურნირი და ძალიან დიდი ხალისი აქვს თელ სოფელს, თელ ახალგაზრდობას. ამ ტურნირისათვის და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს თასი ფოთოლეთის მამათა მონასტრის თასი იმართება ახალდაბაში, მაგრამ აქტიურად თამაშობენ და თავარი ის არის, რომ რაღაცა ამოძრავეთ ამ ახალგაზრდას, რომ ჟილკი და იმით თამაშობ. ეს რა მთავარი, რომელიც აკლია ჩვენს საქართველოს გუნდებს და ნაკრებს. თითქმის ყველა ელოდება ხოლმე ამ აგვისტოს მეორე ნახევარს, რომ ფეხბურთი ეს ტურნირი გაიმართოს. შორაშორის ამ წელიწადში უკვე ისეთი პოპულარობით სარგებლობს, რომ ყველას უნდა რაღაცნაირად მოგეკითხებია, როდის დაიწყება, რა დროს დაიწყება, როგორ იქნება, რა იქნება და მეორე პლანზე არის თვითონ საპრიზო ფონდი, უფრო ფეხბურთია და უფრო როგორია, იცით, რაღაც ერთმანეთს შეხმატილებული თამაშობენ. ტურნირის პირველი მატჩი ბორჯომისა და აღმაშენებლის უბნების საფეხბურთო გუნდებს შორის გაიმართა. თამაში ფრედ დასრულდა ანგარიშით 1-1. გვიხარია ყველას რა, ერთობით სოფელი და რავი, ძალიან კაია რა, ანუ რო ტარდება. დამსვენებლების ერთობიან, კვიდრების ერთობიან, ყველა ერთობით. დღევანდელი თამაში ძალიან კარგია, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე შეხვდა. და რა ვიცი, ნახოთ რა იქნება. თამაშის კმაყოფილები ვართ, კარგად მიმდინარეობს, მოწინააღმდეგე გუნდი საკმაოდ ძლიერია. მოხარული ვართ, რომ ასეთი რაღაცა ტარდება ჩვენს რაიონში და ბედნიერები ვართ, რომ ეს ყველაფერი არის ყოველწლიურად ტარდება და იმართება ჩვენს რეგიონში, ჩვენს სოფელში. ტურნირის ფინალური მატჩი 23 აგვისტოს გაიმართება. პირველ ადგილზე გასულ გუნდს საჩუქრად 1000 ლარი გადაეცემა. მეორე ადგილზე გასული მონაწილეები 600 ლარს მიიღებენ. მესამე ადგილზე გასული საფეხბურთო გუნდი კი 300 ლარით დაჯილდოვდება.